აჟურო. გამარჯობა. ვაჟიკო. აშო. ვა. დავით. თავისუფლად. მაგარი კურთუკია. აი კაცი რა. იცის ნამდვილი ტყავის კურთუკის ფასი, ენაცვალე დავით. ესეთი მეც მქონდა ამერიკაში, მაჩუკა ერთ-ერთმა სნაიპერმა ძალიან კომფორტულია ესე. ხედავ წმოდა თუ გინდა. ატო. ნენა მეთქა დათოს რაღაც უნდა გავასინჯო და სამოდი. როგორია გიმნაც. კარგად, ხო როგორ ხარ? როგორც უნდა ვიყო, ყველაზე კარგად. მადლობა. აუ ერთი წუთი მეც რო გავერკვე რა. დიეგო რა ხდება ახლა? ვაჟიკო. დაიცანე შენი არხის მომავალი სპონსორი და ჩემი ღვიძლი და ელისაბედი. და? ხო. მალუცოდი მე თუ შენ დაკავდა. არა უშავს. ერთადერთი არ ხარ ვინც ეგ არ იცოდა. არა ერთადერთი რანერად ვიქნები, მაგრამ აი მამა ჩემმა რო იცოდა და მე არ ვიცოდი. საუკეთესო ძმაკაცმა ეგ ცოტა ხნი გამიგვინდა უბრალოდ ხოხტები რა. ეგ დაიკიდეთ არა. დედას გავს, დედას. ხალხო, ყველაფერი მზადარი, მაგიდაზე აწუხე, წამოდი. ხო, მოზად. ვაიმე, აი ხო იტყვიან გოგოზე, რომ კისრიდან ეწყება ფეხები, ფეხებიდან ეწყება კისერი. ვა, ელისაბედ, გამარჯობა. ხილად ელისო, ყველას ნუ შეაძულებ თავს, ნათესავად არ გეკუთვნის. ჩუმაჩი საერთოდ. უი, ლიკუნა, გაიცანი ელისაბედი ჩვენი სპონსორი და თურმე დიეგოს დაც. ვინი ფიქრებდა ხო, რომ აი დიეგოს და ჩვენი სპონსორი იქნებოდა. მიხარია გაცნობამ და იმედი მაქვს კარგად ვითანამშრომლებთ. კაი, თანამშრომლობა მე ხვალზე ეგ როცა იქნება. ეხლა წავიდეთ და გავაანალიზოთ დიეგოს რომ დაყავს და ეს და რომ ჩვენი სპონსორია. წავ. ელისაბედ. წამოდი ნინა დეიდას გაგაცნობ, აი ბოლოს 3 წელი შენს ძმას რომ არჩენდა. აი თუ ბიზნესმენი დაკავდა, აქამდე ჩვენი არხი რატო არ დაასპონსორებინა? თავიდან სცადე ვაჟურო. თუ ბიზნესმენი დაკავდა, აქამდე ჩემს სახლში რატომ ცხოვრობდი? აბა კიდევ თავიდან. კაი, თუ ბიზნესმენი დაკავდა, რატო არ ვიცოდი აქამდე? იმიტომ რომ ვიცოდი რომ დახამდებოდი და მაგიტომ არ გაგაცანი. რას დავხამდებოდი? ფულიან დას? ფულიან დას და ფულიან მამას. ან მამაშინი თუ მდიდარია, შენც ხომ მდიდარი გამოდიხარ. შენ პილოტი ხარ? რატო მამაჩემ რო პილოტია მაგიტო? ხო, შენი ლოგიკიდან გამომდინარე ხო და რაც სრულწლოვანი გავხდი, მამაჩემთან არანაირი კონტაქტი აღარ მქონია და ჩემს მეგობრებთან ამაზე საუბარი მეორეჯერ აღარ ვსურს, გასაგებია? არა. შევატენტუ რომ მდიდარი. ვაჟიკო, შემოვალ ფეხავე შედიდა. აი, მეხვეტები მწვადი გაცივდება და არ მინდა ცივი მწვადის ჭამბერე. ფიცუქი, ბიჭო, რა იყო რაღაც აქამდე. აი, ხო მითხარი. პირველ რიგში სანამ რამე შემოგთავაზებ, უნდა დამკიდე. თუ გაგებით მომეკიდები, რასაც გეტყვი და ცანცარს არ დაიწყებ. ცოტა არ იყოს მაშინები, მაგრამ გვპირდები. მოკლედ. მე და ნანუკას რო ქორწილი გვაქვს კი იცი. ხო და ფიქრობდი უნდა ყოფილიყო მეჯვარე და მგონია რომ ამ მნიშვნელოვან მისიას შენ კარგად იგისრე. მგონია რომ კარგად გააკეთე თავს. ოღონდ ისე რომ ამ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს მე და ნანუკას არ ჩაგვამწარებ. სხვა ვერავინ ვენახე, ხო? მოდი, აქ ჩაგეხლუტო შეთქუხე კაცო შენ. აუ, არა და დღეს უთხარი ჩემდას, რომ ფულს აღარასოდეს აღარ გთხოვნე. კიდე ხა შენი ხორცებისთვის მომწევს რა, ხკიო. ბიჭო, შეიძლება ჩემი დასწავლები პროცესში. დაპატიჟე კაცო, მაინც ადგილებია შესაძლებელი არც ვიცი. ის უნდა უთხრა. მაინც რა. მეჯვარემ უნდა მოიყვანოს გადამღებიო თუ რაღაც ეგეთი გამიგია და მე თვითონ რო გადავიღო შენი ხორცები. რაც გინდა ის კენ. წა. ვა. ალბათ წადები. მანდი არ ვიცი, მაგრამ აი, ხილის უთხარ.